რამდენად მოსალოდნელი იყო ეს შედეგი, რამდენად შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, იცით რა არის, იქ არის ესეთი სიტუაცია. ხევი, რომელიც პირდაპირ ქალაქის თავზეა და დაახლოებით ახლა მე რაზეც შევძელი ასვლა სადღაც 3-4 კილომეტრი გავიარე ქალაქიდან და ხეობა ისევ გრძელდებოდა. ეს არის ძალიან დიდი ხეობა, სადაც თავის შენაკადები აქვს, არა მარტო ერთი მიმართულებით ხევია, შენაკადები აქვს ძალიან ბევრი და იქ არის მომენტი, როდესაც მთლიანად მშრალია ეს ხეობა, რაღაც გარკვეული მცირე რაოდენობის წყალი მოედინება და როგორც ჩვენთან, როგორც ხდება ახლა ჩვენ ქვეყანაში, ამას მნიშვნელოვან ყურადღებას არ აქცევენ. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სიახლოვეს იმყოფება ან ესეთ ხევებთან, ან მიმდებარე ტერიტორიაზე, ან პირდაპირ ახლა ამ შემთხვევაში პირდაპირ ქალაქია ხევის ქვემოთ. არ აქცევენ მნიშვნელობას თუ რა რაოდენობის ნალექი როდესმე გაუტარებია ამ ხევს. და ეხლა რაც შეეხება თელავის მაგალითს, სულ რაღაც 50 წლის წინ მოხდა, როდესაც დაიტბორა ქალაქი, ხო? 50 წელი არ არის ის დრო, რომ ეს ასახული კადრებიც არის ასახული, მოკლედ გვაქვს ეს ინფორმაცია და ეხლა რა ხდება ადგილზე. ხევი, რომელიც მოდის დაახლოებით 50-60 მეტრი აქვს სიგანე, ადგილ-ადგილ ვიწროვდება, სიმაღლეს ვერ განსაზღვრავ, ორი ამხელა მთა მიყვება გვერდით, შემდეგ გადადის მეორე მხარეს და აქედან მომავალი ეს ამხელა ხევი წარმოიდგინეთ, მოქცეულია ბეტონის არხში. ჩვენთან ზოგადად ესე ხდება რა, თუ სადმე ბეტონს რამეზე გააკეთებენ და იხმარენ, ეს გონიათ ყველაფრის გამოსავალი. არა და ბეტონში მოქცეული მდინარე მეტად საშიშია, ვიდრე ბუნებრივ რელიეფზე წამოსული წყალი. მოქცეულია დაახლოებით სათავეში, სადაც ეს არხი იწყება, 10-12 მეტრია სიგანე და ყველაზე როგორ გითხრათ, ჯერ ერთი რომ იქ განაშენიანება არ შეიძლება და ეს როდესაც მოხდა იქ საერთოდ საუბარი არ არის რაღაც 50 მეტრიან სიგანის მონაკვეთზე ამ ქალაქში მთლიანად უნდა იყოს არხი გაკეთებული და არ უნდა იყოს განაშენიანება, მაგრამ ეხლა რაც ხდება, ეს არის საშინელება, 12 მეტრიანი არხი იწყება და როდესაც ამხელა ხევს უშვებ ამ არხში, პირიქით თუ უშვებ ქვემოთ, სადაც ჩადის დაახლოებით არც მგონი კილომეტრი ნახევარი აქვს მთლიანად სიგრძე, თანდათან უნდა ფართოვდებოდეს ეს და გადიოდეს ეს წყალი. არ ვიწროვდებოდეს. პირიქით. ბოლოს, სადაც აი ეს შენობებია, სადაც ეს კომერციული ფართებია, ავადმყოფო არა, რაც არის მოკლედ გადადგმული ეს კომერციული ფართები პირდაპირ ამ კალაპოტზე და 3 მეტრი ნახევარზეა შემცირებული კალაპოტის სიგანე. წარმოიდგინეთ 12 მეტრზე მიიღო წყალი, არ გადავიდა იქვე არსად, იმიტომ რომ მიიღო ეს წყალი, ხევი მთლიანად წამოვიდა და გადადის 3 მეტრიანში. ახლა როდესაც ადიდება ხდება, იმას მოაქვს ხე, ყველაფერი ვარცოფი როგორც არის. და კიდევ ყველაზე, აი როგორ გითხრათ ახლა ის ვინც გააკეთა უბრალოდ აი თქვენი გადაღებული კადრები გადის ახლა ადგილზე, ხო? ხო, აი ვინც გააკეთა ეს შენობაა ზედ გადადგმული პირდაპირ. ამ კალაპოტზე. ეს არის ჩვეულებრივი, აი მაგის ნებართვის გამცემი იგივე დამნაშავეა, რაც ახლა ადამიანს ამოიღო და იარაღი ესროლ და უბრალოდ არ მოკვდეს. მკვლელობის ცდელობისთვის რაზეც იჭერენ ადამიანს, იგივე ამის ნებართვის გამცემის დანაშაული, სხვა არაფერი არ არის. და აქ აი ეს მილები ახლა რაც ჩანს, მეტრი ნახევრიდან არის დაახლოებით კალაპოტის ძირიდან, აი ესე იგი ამ ბეტონის არხის ძირიდან 4 მილი გადადის, საკმაოდ კარგი მოცულობის მილებია და მდგრადი მილებია და მეტრი ნახევარზეა დაშორებული. ესეც არ შეიძლება, იქიდან წამოღებული ხეები გაიჭედა 2-3 ხე, საკმარისია არ ჩანს კიდეც კადრებში, რომ მილსა და ბეტონს შორის გაჭედილია ხე. ნაკადმა ღვარცობდამჭერ ნაგებობებს გვერდია უარაო, გარემოს სააგენტო გვეუბნება თელავში სტიქიაზე. და ეს არის დასკვნა პირველადი შეიძლება ასე ითქვას. არა, ეს ახლა უკვე იქ წამოსულმა ღვარცობმა რა აუარა და სად აუარა, ვიცის ვინმე? ეს უკვე ეს ვარაუდის საგანი უფრო ალბათ. ორივე ქუჩა, მე რაც ვნახე, მოდიოდა წყალი, ახლა
სადაუ არა, როგორაუ არა, მაგას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ერთია, რომ ამხელა ხეობა, რომელიც დევს, ბევრჯერ მე ახლა 12 წლის მანძილზე ბევრგან მქონია ესეთი შემთხვევა და კონკრეტულად ჩემი თემა, რომელსაც ვებძვი 12 წელი ამ საქართველოს რკინიგზის გამო იმერეთში განვითარებულ მოვლენებს, ეს მოგონილი იქნება, რაც იქ მოხდება, შოვი, ვერესხეობა, თელავი, ეს ყველაფერი ჟურნალი იქნება, რაც იქ მოხდება, მაგრამ ახლა კონკრეტულად ამაზე ვსაუბრობთ და აი ხო გეუბნებით, იქ როგორ შეიძლება და კომერციული ფართების არა ქვია ნებართვის გაცემა. ხო ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა პირიქით, აი გეუბნებით, იქ რაც ქუჩა ამოდის, ორი ქუჩა, ერთი ამომსვლელი, მეორე ჩამსვლელი. პირიქით უნდა მოხდეს ისე, რომ ეს ქუჩების შევიწროთ დამარხმა, კიდევ მეტად უნდა მოიმატოს სიგანე და თუ არხში გვინდა ეს ხეობა გავატარო. გავა კიდევ რამდენიმე წელი და ჩვენ შეიძლება იგივე პრობლემაზე ვისაუბროთ. არა, იცით რა არის? რამდენიმე წელი არა, თითქმის ყოველ წელიწადს, ყოველ მეორე, მესამე წელიწადს ჩვენ მოგვიწევს ამაზე საუბარი. ცუდი ის არის, რომ ახლა ნიკამაც აღნიშნა, მე წარმოდგენილი მაქვს თუ რა ცუდ პირობებში უწევს ყოფნა, როდესაც მარტო ადამიანი რაღაცაზე საუბრობ იმ ხალხზე, ვისაც საფრთხე ემუქრება და ელემენტარულად ის ხალხი გვერდით არ გიდგას, რომ ხმა ამოიღოს. გვერდით დადგომაში მე გულისხმობ ხმის ამოღებას. არა და მას ეხება. ხო, მას ეხება. იცით რა არის? ვერც ერთი ტელევიზია ვერც ერთი პოლიტიკოსები თავისთავად ხო გასაგებია თუ არ მოხდა რაღაც და თუ ეხლა თქვათ რა რეალურად ესეა. ნამდვილად კი. ტელევიზიის ფორმატი ესეთი რაღაცაა, ვერც მე ვისაუბრებ ეხლა ბოლომდე. მე რო ეხლა დავდგე და 1 საათი დრო მქონდეს და ვისაუბრო იმაზე, რა სასაკლაოებია მოწყობილი საქართველოში და აუცილებლად მოხდება, აი მე რასაც ვიტყვი ეხლა და უშოთ გამოიყვანოს ხელისუფლებამ ნებისმიერი სპეციალისტი. გადაუხადოს რამდენიც უნდა თანხა. დააჯინოს ჩემ წინ და მითხრას რომ მე რასაც ვამბობ ის არ მოხდება. ესეთ ადამიანს ვერ ნახავენ და ვერ ნახეს თქო. ანუ თქვენ დღესაც საუბრობთ სტიქიებზე, რომელიც მოსალოდნელია. აუცილებლად. მაგალითად, სტიქია, აი ხო გეუბნები, ჩვენ გვინახავს ვერესხეობა, სადაც საერთოდ არაფერს არ მოასწავებდა, უბრალოდ ჩამოიშალა მიწა, დაგუბდა, წამოვიდა და წაიღო ამხელა ტერიტორია. იგივე მოხდა შოვშიც. კი ბატონო. არაფერს არ მოასწავებდა. იგივე ხდება ახლა თელავშიც. მე აღვნიშნე რომ აი ეს არასწორად მოწყობილია, თუნდაც ის ბეტონის არხი, სადაც წყალმა გაიარა, გასაგები ეს არასწორად მოწყობილია. ნალექი ზომი არ უნდა იყოს. ტექნიკური პირობები დარღვეულია. შემდეგ უნდა ხდებოდეს 21 საუკუნეში ხევებში როგორ არ შეიძლება ქალაქში ვერ გაივლი ადამიანი, წყალს ვერ დალევ, კამერამ არ გადაგიღოს, ხო? და ეხლა რა უნდა ამის დამონტაჟებას, ხო, რა ამის გაკეთებას არაფერი არ უნდა. მაგრამ, ამას არავინ არ აკეთებს. ეს რაც ჩამოვთვალე ახლა არის აქ ბევრი ტექნიკური დარღვევა, ბევრი გულგრილობის გამო მოხდა ეს ყველაფერი თელავში რაც მოხდა, მაგრამ რაც ხდება ახლა ხარაგაულის რაიონში, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს უქმნის საფრთხეს. რაც ხდება ხარაგაულის რაიონში კონკრეტულად მდინარე ფიჭვნარის წყალი არის ესეთი ნუნისი კურორტი, ყველას გეცოდინებათ, სადაც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე განხორციელდა ქვიშხეთის ზვარეს 8 კილომეტრიანი გვირაბის აფეთქებით სამუშაოებით გააჭრა, ესე რომ ვთქვათ, მე ვიყავი მათ ტექნიკური ზედამხედველი, ავსტრიულ კომპანიაში ვმუშაობდი და 56 კილომეტრზე ახლოს მანძილი არ არსებობდა, სადაც შეიძლებოდა ამ მიწის გვირაბიდან გამოტანილი მასის ქვა, ღორღი, მიწა, ყველაფერი დაყრა. გატანილია 9 კილომეტრში. ამოვსებულია 1 კილომეტრის სიგრძეზე მდინარის ხევი, არა ის რომ მდინარის გვერდზე ყრია. ანუ 56 კილომეტრზე უნდა გაეტანათ და 9 კილომეტრში დაყარეს. 9 კილომეტრში. აი ახლა კობახიძე საუბრობს რაღაც შენობების ნებართვების გაცემის პირდაპირ ვეუბნები და ბევრჯერ გავიგე ახლა რომ ჩემ Facebook გვერდს არ კითხულობს ტელევიზიით იშვიათად ვერ ვახერხებ. არც ფორმატი გაძლევს მაგის საშუალებას ტელევიზიით და არ უამრავი ვიდეო მაქვს ჩაწერილი 2012 წლიდან, არ ვიცი, შევეწირე მეც, ჩემი ოჯახიც, მაგას ახლა ამაზე კონკრეტულად მე არ მოვყვები, ოჯახის წევრებმაც არ იციან, მე რა მაქვს გადატანილი მაგ ამბავს. როგორია ამხელა ეტაკები, ამხელა პროექტს, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის და არ არის ანალოგი
ანალოგი იმ დარღვევების, რაც იქ ხდება, იმას დარღვევები არ ქვია, რაც იმ პროექტზე გაკეთდა. გვირაბები, რომელიც ბადნო კახა, ახლა მითხარით, თქვენ იყავით ტექნიკური ზედამხედველი და დადეთ დასკვნა, როგორ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი გაკეთებული. ხელი უბრალოდ სხვა დასკვნას მე ვერ დავდებდი, არ მოვაწერე ხელი ამ ყველაფერს, გავწიე წინააღმდეგობა, ამას გაუძალიანდი სადღაც წელიწად და 2 თვის განმავლობაში, მე უკვე იძულებული რა გამომშვეს სამსახურიდან. ჩემთან ერთად იყო გერმანელი ინჟინერი ერთი, ისიც წავიდა. ამის შემდეგ დავიწყე ბრძოლა, მქონდა რაღაც მაგალითი 2010 წელს მარაბდა ახალქალაქის რკინიგზაზე, იქაც ტექნიკურად ვამოწმებდით ამ პროექტს, მაშინ ქართულ კომპანიაში ვიყავი, ზედამხედველობას უწევდით და იქ რომ მოხდა რაღაც დარღვევები, შემდეგ აზერბაიჯანული პატარა კომპანია იყო, იმასთან შეწინააღმდეგება, სხვათა შორის ვერ გავხდით ვერაფერს ჩვენ თვითონ, იმიტომ რომ აზერბაიჯანში ყავდათ დიდი პატრონი და არაფერს ყურად არ მაგრამ მოხდა მე ისე რომ ამ საკითხმა მოვახერხეთ ისე 4 ადამიანი მაშინდელი ხელისუფლების 4-ეული ხა ჩამოვთვლი არც მაგის პრობლემა ის იყო ზოდელავა, გვარამია, ისა რა ქვია, ბაჩო ახალაია, მიშა სააკაშვილი, აი ამათთან დაახლოებულ პირთან მივიტანეთ ეს ამბავი და მეორე დღეს 1 კილომეტრი აი ეს ტალახი არც გვირაბებზე იყო საუბარი, ესეთი რამე დარღვევა სასწაული არ იყო, რომ რამეს მოასწავებდა, უბრალოდ შეიძლება მატარებლის ლიანდაგს, რომელსაც დააგებდნენ, შექმნოდა საფრთხე და დაწეულიყო ტალახზე იყო ეს ყველაფერი გაკეთებული და მეორე დილით თუ მესამე დილით მთელი 1 კილომეტრი გზა აზერბაიჯანულმა კომპანიამ ამოიღო 5 მეტრის სიღრმეზე, გადაყარეს ეს ნაგავი და გააკეთეს ისე როგორც საჭირო იყო. ეხლა ამის მაგალითი მქონდა და ეს მასშტაბები რაც იქ ხდებოდა ეხლა ამ ხაშური ზესტაფონის მოდერნიზაციის პროექტზე, ეს რომელი წელია? ეს ხდება უკვე მშენებლობა დაიწყო 2013 წელს და ეს ხდება უკვე 2014-15 წლებში. და უკვე 16-ში მე წამოვედი და 16-ში დავიწყე რკინიგზასთან შეხვედრები, ახლა არ შემხვდნენ მაგალითად ბახტაძე ყოველ კვირაში მე რომ მივიდოდი ესტონეთში იყო წასული, შემდეგ შევხვდი მოადგილეებს, შემდეგ მომივიდა რაღაც უკმაყოფილება, იმიტომ რომ მათმა მითხრეს რომ ჩვენი შვილები ამ გვირაბებში არ გაივლიან, ან მოაწერე ხელი, ან წადი სამსახურიდან. მე რატო არ გაივლიან ამ გვირაბებში? მე ვუთხარი რომ ეს ჩინელებიც სწავლენ აქედან, ეს ჩემი კომპანია, ეს გერმანელებიც სწავლენ და ჩვენმა შვილებმა ხო უნდა ერონ და ხა ჩვენი შვილები მატარებელში არ ჩაჯდებიან. ეს ირონიული ის იყო თავიდან მოშორების მის. და შემდეგ იყო ეს რომ იყო შემოთავაზება, ან რა შემოთავაზება მინდოდა, ხა 5000 ლარი ხელფასი მქონდა და მანქანა და მძღოლი და რა ძალიან მაგარი პირობები მქონდა. ამ ყველაფერზე თქვი უარი, ამას ვერ გააგებინებ ვერავის, ვერც იმ მოსახლეობას გააგებინებ. როგორ ვერ ადამიანების რისკის ფასად, სიცოცხლის რისკის ფასად რა უნდა შევიდეთ? 2016-ში კაკო გოგიჩაიშვილთან გადაცემაში ვთქვი, რომ დაინგრევა 6 სოფელი, მინიმუმ 6 სოფელი ჩამოვთვალე. 2 დაინგრა იქიდან ღვერკი და ხემაღალი, დაიშალა. ხო ეს ნათქვამი მქონდა 2017 წელში. ეხლა ის მოსახლეობა ჩავარდა ისეთ მდგომარეობაში, რამ მდგომარეობაში უნდა ჩავარდნილიყო, სხვა გამოსავალი არ არის, მათ ვერავინ ვერ მიცემდა ღირსეულ კომპენსაციას, იმიტომ რომ მაშინ უნდა აღიარონ დანაშაული, ეს რკინიგზის ბრალი, არა და რკინიგზის ბრალია, ნებისმიერი სოფელი იმ ხეობაში, ჭხერიმელას ხეობაში, ასევე ავტობანზეც, მაგრამ ავტობანზე იმ ხელა მასშტაბები არ იყო. რომელიც გრძნობდა ბიძგებს და დაახლოებით 4-5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგს, როდესაც გრძნობ 2 წლის განმავლობაში, სახლში დღეში 4-ჯერ, იმ სახლს რა გადაარჩენს, იმ სოფელს რა გადაარჩენს, ამას ეს რისკი ახლაც გრძელდება. ეს რისკი გრძელდება. დანარჩენ სამ სოფელზე მინიმუმ. დანარჩენი 4 სოფელიც უკვე დახსნილია, არის სოფელი, რომელიც ქვეშ გადის პირდაპირ გვირაბი და ეს ხალხი უბრალოდ ხმას ვერ იღებს, იმიტომ რომ იქ სოფლის საბჭოს თავმჯდომარის ესე როგორ გითხრათ არ მიდახომი ამ სიტყვის თქმა მონა, მაგრამ ასე ითვლება რა, იმიტომ რომ იქ ადიან რაღაც 200 ლარს მიცემენ, 300 ლარს რო გაჩვენონ და ასე გრძელდება რაღაც. და ბადნო კახა, ეს პრობლემა არ დადგებოდა, ეს ნაგავი, ანუ გამოხდა, რო გადაეყარათ აფეთქებებზე გადავედით ახლა ჩვენ და რაც შეეხება იმ სანაყაროს. ამ სანაყაროზე მე დავიწყე თავიდან საუბარი. ეხლა გვირაბებში რა არის გაკეთებული და ეს აფეთქებები და ამას იმდენად არ შევეხები, იმიტომ რომ იქ გვირაბებში ესეთი რამეებია გაკეთებული, ეს თუ არ შემოწმდა, ვერავინ ვერ დაამტკიცებს. უბრალოდ ვერავინ ვერ გამოვა და ვერ მეტყვის, რომ ეს ესე არ არის, იმიტომ რომ ვინც მუშაობდა იქ, ყველა მიცის რა არის შიგნით გაკეთებული. როგორი საფრთხის ქვეშ დადის ეხლა მატარებლები დასავლეთ საქართველოსთან აღმოსავლეთ საქართველოში. 8 კილომეტრიან გვირაბში ღმერთთან უკნას მესამედ გალესეს უკვე კედლები, ჩუმად, ისე რომ ბზარები
გააქრეს ვითომ რა გააქროს გარეგნულად 300 მეტრი ფასადი კედი ადევს ამ გვირაბს თავს ხო ბოლოს მოხდება ის რომ ამ გვირაბს მიხედავენ შეამოწმებენ მივლენ იქამდე იმიტომ რომ იმ დონეზე აი როგორ გითხრათ არაკვალიფიციურად არ არის ნუ აი იმ დონეზე უხეშად დარღვევებით არის გაკეთებული წარმოიდგინეთ მოკლედ ვიტყვი ერთი მანქანა ხრეში არ არის გვირაბში შეტანილი დაბლა დასაყრელად სატკეპნის საშუალება 10 წუთითაც არ არის გვირაბში შესული გზის და ეს ყველაფერი რატომ ხდება კორუფცია კორუფციის გამო ხდება ეს ყველაფერი ეს პროექტი მიღებული იყო ღრმაწყლოვან პორტზე მეგობრად შეაშვილმა დამისვა ეს შეკითხვა მაშინ ესეთი პროექტი და ამ დონის ღრმაწყლოვანი პროექტი მიღებული და როგორ შეიძლება ასეთი მიბუჩაჩებული მაშინ ახლა მე ვთქვი 2017-ში რომ ალბათ არ კეთდება ღრმაწყლოვანი პროექტი მეთქი ახლა მე არც პეტანგოთა მაქვს კავშირი და არც მართალი აღმოჩნდით კი ბატონო მაგრამ ფაქტი ის იყო რომ ისეთ დარღვევებს ხდება ხედავდი რომ ფაქტი იყო ეს უბრალოდ ფულის საჭრელი ანუ კახა მე გპირდებით რომ თქვენ აუცილებლად მოგიწევთ ცალკე კიდევ ამაზე და აი ნაყარზე მითხარით ახლა აი იმ ნაყარზე 5 მილიონი კუბი დაახლოებით ამბობ ახლა იმ ხელა მოცულობაზეა საუბარი შეიძლება რაღაც 10000-ობით 10000-ობით კუბში შევწდე პარამეტრებით განაზომებით ეს ხეობა 5 მილიონი კუბი მიწაა შეტანილი და ჩაყრილი ხელოვნურად მოწყობილი სასაკლაოა ამის დაძვრის შემთხვევაში და რომ არ დაიძრას არ შეიძლება მდინარე პირდაპირ შედის შინ 50 მეტრი უნდა რომ დაიძრას და მკეტავს მეორე მდინარეს წარმოიშვება დაახლოებით 60-70 მეტრიანი კაშხალი რომელსაც ვერავინ ვერ გაწმინდავს გადაანგრევს და წაიღებს ყველაფერს ეს არ არის ის რომ მარტო იქ მაცხოვრებელს დაეტაკოს არ მთლიანად ინფრასტრუქტურას გუშინ Facebook-ზეც მეწერა ხარაგაულის მერის მესამე სართულს და ზესტაფონის მერის მესამე სართულსაც მიწვდება და არიღებენ ხმას ვიცი ახლა რატოც არიღებენ ეს პროექტი არის ესეთი პროექტი რომელმაც მოიცვა ბევრი სექტორი აი ამ მოსყიდვების და ამ ესეთი რაღაცების წარმოუდგენელ რამეზე საუბრობთ ახლა თქვენ ბატონო კახა ესე იგი ადამიანების რისკის და ხემაღალის ძირში დაგუბებულ წყალზე წარმოიდგინეთ უკვე დაგუბებულია წყალი უკვე საფრთხეა დგას წყალი 10 მეტრის სიმაღლეზეა ეხლა ამ ეტაპზე ისე იყო 15 მეტრამდე ასო და 250 მეტრის სიგრძეზე და ამ დაგუბებულ წყალს თავზე ადევს ორი სოფელი რომელიც როგორ გითხრათ დაახლოებით 5-6 კვადრატული მეტრის მიწის მასებით დახსნილი მასები ადევს თავზე იმიტომ ის მასა ახლა უკან არ შებრუნდება და არ მიეწებება ერთმანეთს ის ჩამოვა იმ მდინარეში და მიზეზი რომ უთხართ რომ ეს აუცილებლად უნდა გაეშვას არაფერი არ უჩის და აყენეს ხმის ამომცნობი სიგნალები რა სიგნალი რას უშველის იმას უკვე დაგუბებულია წარმოიდგინეთ უკვე დაგუბებული ამ წყალს უნდა გაშვება ამ წყალს უნდა გაშვება იმას უნდა გაწმენ და ეხლა ის სოფლები დაანგრიეს ნუ ეს სხვა თემა იქნება და ამაზე შეგვიძლია მე ვისაუბროთ იქ რა მოხდა როგორ მოხდა და ამ ყველაფრის მიზეზი არის ის რომ აი როგორ გითხრათ განა არიციან თვითონ ეს ყველა მიცის უბრალოდ ეს რომ ყველაფერი აკეთო და ეხლა დაიწყო იქ პრევენცია და იქ დაიწყო გაწმენდა და იქ რა მაშინ ამ პროექტზე არსებული დარღვევები უნდა აღიარო. რა თქმა უნდა. ამის აღიარება არავის არ უნდა. ძალიან ბევრ სექტორს მოიცავს. არა მარტო ხელისუფლებას, ეს მოიცავს ოპოზიციას, ჟურნალისტებს, აი სახელები და გვარები ვიცი, ისეთი ხალხის, ვინც ჩუნდება ამ თემაზე. ნუ არ შეიძლება იმ თემაზე სადღაც თბილისში ჭარ არის შეთავსებული გზასთან და ამაზე მთელი გადაცემები კეთდება და იმაზე ხმას არავინ არ იღებს, იმიტომ რომ ის ძალიან დიდ სპექტრს მოიცავს ადამიანების, ვინც აი ეს ეთერიც ყველაფერი ინახება და არქივდება და ეს ეთერიც თუ ვინმეს რამის პრევენციას სურს ამ ქვეყანაში, ამის საუკეთესო მაგალითია, რამდენიმე ადგილზე არსებულ პრობლემაზე ისაუბრა ახლა კახა კიკნაძემ, თქვა რომ დაუყოვნებლივი რისკია ამ ადგილებში და მე ღმერთმა დაიფაროს და სტიქია რომ მოხდება, ყველა იტყვის რომ სტიქია ყველგან ხდება. ეს არის რეჟიმის პასუხი ყველა სტიქიაზე, რაც მათი მართლობის დროს ჩვენ ამ ქვეყანაში ვნახეთ, არა და სტიქიას საფუძველი აქვს და ამ საფუძველზე აგერ კაცი პირდაპირ ეთერში ლაპარაკობს და ამბობს რომ ვერ ნახა ადამიანი, ვისთანაც მივა და ამაზე პასუხისმგებლობას აიღებს და არ ვიცი მართლა რა ქვეყანაა ეს, სადაც კორუფცია ჭამს ყველაფერს და ადამიანის სიცოცხლეც კი არაფრად ღირს, როცა სიცოცხლის რისკი ასეთი ღიაა. ფულის გამოა ყველაფერი რა, არაფერი სხვა, მხოლოდ ერთადერთი რამეა. ის ვინც
ჩაფლულია იმ საქმეში და იქიდან მილიონები აიღო, შემდეგ მოდის მეორე ეტაპი, რომელმაც მილიონები არა, მაგრამ რაღაც გარკვეული თანხა აიღო და ბოლოს იცით სადამდე ჩადის? აი თუნდაც ერთი ტომარა ცემენტი რო აჩუქეს და იმიტომა ჩუმად ის ვისაც სახლი ენგრევა. აი ყველაფერი აქამდე მიდის რა. ერთჯერადად რაღაც ფულის შოვნაზე, ვიღაც ერთჯერადად მილიონს შოვილობს, ვიღაც ერთ ტომარა ცემენტს შოვილობს. და არ აინტერესებს დაჯდება სუფრაზე, თავის კუთხეს, ლამაზ კუთხეს ადღეგრძელებს, ამ დროს მის წინაპრები ესე მოქცეულიყვნენ და ესე ყველაფერზე გაეყიდათ და ყველაფერზე თვალი დაეხუჭათ, ის ლამაზი არ ექნებოდათ და მათ შვილებს და მათ შვილიშვილებს რა პასუხს გაცემენ მე არ ვიცი. დიდი მადლობა. აი ორი სოფელი აგერ დაინგრა, ისე დაინგრევა ყველა. ვამბობ ამას მთელი პასუხისმგებლობით. ჩამოვიდეს ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელი, ჩამოვიდეს, მივიდეთ ნუნისის სანაყაროზე, ვაჩვენებ ამ ყველაფერს, წავიდეს მერე და მოიყვანოს სპეციალისტი, რომელიც მეტყვის, რომ მე ვარ არასწორი და იქ არაფერი არ მოხდება, ის კი არა, რომ 100-დან 90%-ია, თუნდაც 1% იყოს შანსი, რომ არ მოხდება. მე ბოდიშს მოვიხდი საჯაროდ და მე თუ რამე მეკუთვნის, მაგებ პასუხს ყველანაირად.